რა გეგმები აქვს წყლის კომპანიას თბილისში Georgian Water and Power-ის წარმომადგენლები დავით ნარმანიას ხვდებიან და თბილისის მთავრობას სამმავლო პროექტებს აცნობენ. ქეთი ნადიბაიძე განაგზობს თემაზე საუბარს, ქეთი გისმენთ. დიახ, შეკრებაზე მოსულები არიან დედაქალაქის მერის გარეთ დღევანდელ შეკრებას ესწრებიან თბილისის რაიონის გამგებლები. დღის განმავლობაში განხილული იქნება დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა თბილისის შემოერთებულ უბნებზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის დიდი და პატარა ლილოს დასახლებებს, ასევე ავჭალას, სოფელ დიღომს, მუხიანს. წყალმომარაგების კომპანიიდან მერიაში იმყოფება გენერალური დირექტორი, შეხვედრა კი დავით ნარმანიამ გახსნა. ყოველი კვირის პარასკევი დღე სერვისის მიმწოდებელი სხვადასხვა კომპანიების საქმიანობის მოსმენას დაეთმობა, სადაც ვნახავთ და მოусვენთ ანგარიშებს იმის თაობაზე თუ რა პრინციპით მუშაობენ სერვისის მიმწოდებლები, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ და ასე შემდეგ, ასევე რა გეგმები აქვთ მათ. ჩვენი უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ის რაცაც გთხოვდა ხალხი წინა საარჩევნოდ და ის რაც პრობლემის სახით არსებობს ქალაქში, ეს ყველაფერი მოვაგვაროთ, დავსახოთ გრაფიკი ისეთნაირად, რომ იყოს ობიექტური, შეფასებადი. Წარმოგიდგენია ჩვენი პრობლემატიური უბნები, სადაც აღსადგენია როგორც საკანალიზაციო ქსელები, ასევე წყალსადენის ქსელები. გარდა ამისა არის რიგი პრობლემები, სადაც ამ დაზიანებებმა გამოიწვია სახლების ავარიულობა, მათ შორის არის მწვავეავარიული სახლები და მის დასკვნები არსებობს. Თავისუფლებით ხელმძღვანელებს ყველა ამ პრობლემატიურ საკითხს გავაცნობთ და ალბათ დავსახოთ გამოსვლების გზებს. კომპანიასთან შეხვედრაზე მოვიტანე 80-ზე მეტი ქუჩის ჩამონათვალი, სადაც საკონტროლო პრობლემები, რომელიც ეხება მთლიანად კომპანიის კომპეტენციას. მე მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა დამოკიდებულებასაც ძალიან ხშირად და ეს ხდება წლების მანძილზე. მოსახლეობა აგზავნიდა საკუთარ თხოვნას კომპანიის ახლოს სამწუხაროდ 3 წლის მანძილზე, მაგალითად კომპანიისგან ერთი და იგივე ტექსტი უბრუნდებოდა იმის მიუხედავად პრობლემა იყო ძალიან მწვავე და ღრმა. ასე რომ სხვა მიმართულებით, როგორც ურთიერთობის დონეზე, ასევე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით მოგვიწევს ჩვენ ძალიან ინტენსიური მუშაობა. Georgian Water and Power არის სერვისის მიმწოდებელი პირველი კომპანია, რომელთანაც დედაქალაქის მერი შეხვედრას მართავს. დღეიდან ყოველი სამუშაო კვირის ბოლო დღეს დავით ნარმანია პირადად შეხვდება მერის პარტნიორ კომპანიებს და მათგან ანგარიშს მოისმენს. ცნობილია, რომ შემდეგ კვირაში შეხვედრა გაიმართება კომპანია City Park-თან. მადლობთ ქეთი ნადიბაიძე იყო. შინაგან საქმეთა